მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სალომე, ეს კი მეორე გაკვეთილია და თქვენ უყურებთ თქვენს საყვარელ შოუს, რომელიც ალბათ უნდა გადიოდეს Netflix-ზე. ამ ეპიზოდში ვისაუბრებთ, როგორ მუშაობს რეალურად ვებგვერდი, გავიაზრებთ ბრაუზერის როლს და აღვწირთ იმ ფაილებს, რომელსაც ვებგვერდი იყენებს ჩატვირთვისას. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ინტერნეტი არის გრძელი კაბელი, რომელიც კლიენტის კომპიუტერს აკავშირებს სერვერთან. ზოგიერთი სერვერი არის DNS სერვერი, ანუ ყვითელი ნომრების წიგნაკივით, რომელიც ინახავს ინფორმაციას ვებგვერდის IP მისამართების შესახებ. თუ იცი IP მისამართი, შეგიძლია სერვერს მიწვდე პირდაპირ ამ IP მისამართით. რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტის კომპიუტერში ჩაწერვა IP მისამართი და სწორედ მისი მეშვეობით მიწვდე იმ გვერდს DNS სერვერზე, რომელზე შესვლაც გინდოდა. სერვერი ჩვენს ბრაუზერს დაუბრუნებს ყველა იმ საჭირო დასარენდერებელ ფაილს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ვებგვერდი ჩაიტვირთოს. ინფორმაცია, რომელიც სერვერიდან მოეწოდება კლიენტს, ძირითადად შეიცავს სამი სახის ფაილს: HTML, CSS და JavaScript. ამ ფაილებს აუცილებლად შეხვდებოდი ბევრჯერ, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ნებისმიერი ვებგვერდის მუშაობას. საინტერესოა, რას აკეთებენ ეს ფაილები ზუსტად. რატომ გვაქვს ამდენი განსხვავებული ტიპის ფაილი და რატომ არ შეიძლება რომ გვქონდეს მხოლოდ ერთი მარტივი ფაილი ვებგვერდი. სინამდვილეში ყველა ფაილს აქვს განსხვავებული დანიშნულება. მაგალითად, HTML ფაილი პასუხისმგებელია ვებგვერდის კონტენტზე. ჩვენი სახლი რომ ვებგვერდი იყოს, HTML იქნებოდა აგურები, რომლითაც სახლს ვაშენებთ. სახლის ასაშენებლად მატერიალები არის საჭირო, ისევე როგორც ვებგვერდის გასაკეთებლად. HTML ფაილი უზრუნველყოფს ვებგვერდზე ტექსტის, სურათის, ბმულის, ჩასაწერი ველის ვებგვერდზე გამოჩენას. მეორე ტიპის ფაილია CSS და მას ევალება ვებგვერდის გალამაზება. მაგალითად, კედლის შეღებვა ან კარის ფორმის მოფიქრება CSS-ის ვალდებულება იქნებოდა. CSS ფაილი განსაზღვრავს ვებგვერდის შეხედულებას, ვებგვერდის ფონის ფერს, ტექსტის ზომას ან ფერს, სურათის ზომას, ელემენტების განლაგებას ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, ღილაკის მომრგვალებულ კუთხეებს, ან მაუსის მიტანის დროს ამ ღილაკის ფერის შეცვლას. ბოლო კომპონენტი არის JavaScript-ის კოდი და ეს კომპონენტი აძლევს ჩვენს გვერდს შესაძლებლობას შეასრულოს მოქმედებები და იყოს დინამიური. სახლის მშენებლობისას ნათურის მუშაობის გამართვა, რომ აინთოს და ჩაქრეს, ანდაც ღუმელს რომ შეეძლოს ღილაკზე დაკლიკების დროს გაზისანთება, სადაც გავაცხელებთ საკვებს, ანუ ყველაფერი, რაც სახლს გადააქცევს საცხოვრებელ ადგილად, JavaScript-ი ზუსტად იმავეს აკეთებს ვებგვერდისთვის. სურათებს და ტექსტს გადააქცევს ინტერაქტიულ ელემენტებად, რომლებსაც შეგიძლია შეეხო. JavaScript-ი უბრალოდ ლამაზ გვერდს გადააქცევს მოძრავ, დინამიურ, ფუნქციურ ვებგვერდად. მოდი მაგალითად განვიხილოთ Google-ის გვერდი. თუ ამ სამი ტიპის ფაილის მიღება გსურს Google-ის სერვერისგან, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ბრაუზერი, რომელიც არის სოფტვერის ნაწილი და შეუძლია რომ სერვერიდან გამოგზავნილი ფაილები დაამუშავოს. თუ ვებგვერდს შევადარებთ ადამიანს, მაშინ HTML-ი ადამიანის ჩონჩხი იქნება, რომელზეც შემდეგ ადამიანის აწყობაა შესაძლებელი. როდესაც ბრაუზერი ჩატვირთავს HTML ფაილს, ეკრანზე დავინახავთ ვებგვერდის კონტენტს. მაგალითად, ეკრანზე ჩანს Google-ის ლოგო, ჩასაწერი ველი და ორი ღილაკი. დამეთანხმებით, დედამიწაზე მხოლოდ ჩონჩხები რომ დადიოდნენ, ესთეტიური საერთოდაც არ იქნებოდა. CSS-ი ადამიანს გაალამაზებდა, განსაზღვრავდა როგორი ფერის ან სტილის თმა ექნებოდა მას, როგორი ფერის კანი, თვალის ფორმა და ასე შემდეგ. როდესაც ბრაუზერი ჩატვირთავს და დაამუშავებს CSS ფაილს, ახალი ღილაკი ან ფორმა კი არ დაემატება ვებგვერდზე, არამედ HTML-ის დახმარებით უკვე გამოჩენილი ელემენტები გალამაზდებიან და სწორედ იმ დიზაინით გამოჩნდებიან ვებგვერდზე, როგორიც ეს ამ შემთხვევაში Google-ს სურდა. ღილაკის ფერი, ჩასაწერი ველის ჩარჩოს მომრგვალებული კუთხეები, ყველა ელემენტი თითქოს ცენტრშია განლაგებული. თუმცა HTML-ითა და CSS-ით შექმნილი ადამიანი მხოლოდ ლამაზი ბიუსტია და წარმოიდგინეთ ახლა გაშეშებული დედამიწა, სადაც დაყრილია ეს ლამაზ-ლამაზი უმოძრაო ბიუსტები.
JavaScript-ი სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებდა. ის ადამიანს მისცემდა აზროვნებისა და მოძრაობის უნარს. მესამე ეტაპი სწორედ JavaScript ფაილის ჩატვირთვა არის, რომლის შედეგადაც ბრაუზერი გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ვებგვერდის ფუნქციონალი. ანუ საშუალება გვაქვს დავსერჩოთ მაგალითად როგორი იყო Google 1996 წელს. შესაბამისად ამ სამი განსხვავებული ფაილით ჩვენ ვიღებთ ვებგვერდის კონტენტს, სტილებსა და ფუნქციონალს. სწორედ ამ სამი ფაილის ერთობლიობით ვაკეთებთ თანამედროვე ვებგვერდებს. გამოვიყენოთ არსებული ცოდნა და დავსტალკოთ რაღაც რეალური ვებგვერდი. ვებგვერდის გახსნის შემდეგ ავირჩიოთ ნებისმიერი ღილაკი, დავაკლიკოთ მაუსის მარჯვენა კლიკით და ბოლოში ავირჩიოთ Inspect, რომლის არჩევის შედეგადაც გაიხსნება Chrome-ის DevTool-ი, ანუ დეველოპერების ხელსაწყო. სხვათა შორის Chrome-ს ერთ-ერთი საუკეთესო DevTool-ი აქვს, ამიტომაც გთხოვეთ კურსის დასაწყისში, რომ გადმოგეწერათ Chrome-ის ბრაუზერი. თუ ჯერ ეს კიდევ არ გაგიკეთებია, ჯობია რომ ვიდეო დააპაუზო, აუცილებლად გადმოიწერე, რადგან რასაც მე გავაკეთებ Chrome-ში, შესაძლოა სხვა ბრაუზერში შენ ვერ გააკეთო. ამ ხელსაწყოს უფრო დაწვრილებით, მოგვიანებით სხვა გაკვეთილში განვიხილავ. ამ ეტაპზე გავაკეთოთ მარტივი ოპერაცია. თქვენ ხედავთ, რომ DevTool-მა ავტომატურად გააფერა და კოდის ის მონაკვეთი, რომელიც პასუხისმგებელია იმ ღილაკის კოდზე, რომელიც დავაინსპექტე. დავაკვირდეთ, რომ ღილაკში ჩაწერილი ტექსტი სადღაც კოდშიც წერია. შეგიძლია ეს ტექსტი იპოვო. მე მაგალითად ვნახე, რომ value-ში არის ჩაწერილი. ორჯერ სწრაფი კლიკით მოვნიშნე არსებული ტექსტი და ჩავანაცვლე სხვა ნებისმიერი ტექსტით. მაგალითად, მე დავწერ სალომეს search. როგორც კი enter-ს დავაწვევი, ცვლილება ვებგვერდზეც აისახება. თუ დავაკვირდები არსებობს ასევე ARIA label, სადაც იგივე ტექსტი წერია. შემიძლია ეს არსებული ტექსტიც შევცვალო, მაგრამ ეკრანზე ცვლილება არ მოხდება. ეს მოქმედება დააპდეითებს რაღაც ისეთს, რასაც ჩვენ უბრალოდ თვალით ვერ დავინახავთ. ამიტომაც უნდა დავწმუნდეთ, რომ სწორად ვაკლიკებთ რამეს. იმის მიხედვით, რომელ ელემენტს დავაინსპექტებთ, შეგვიძლია შევცვალოთ ამ ელემენტში არსებული კონტენტი. განვიხილოთ მაგალითად სხვა გვერდი, TechCrunch-ი და მან შევცვალოთ სათაური. აი ამ სათაურის მაგივრად რაც ახლა ეკრანზე ჩანს, მე ჩავწერ, რომ სალომე კარგი გოგო და საუკეთესო მასწავლებელია. აი ამ მეთოდით შეგიძლიათ თქვენს მეგობრებს გაეხუმროთ, რომლებიც ტექნოლოგიებისგან ცოტა შორს არიან. მაგრამ თქვენ ჩემი კურსი გაქვთ გავლილი და იცით ეს როგორ გააკეთოთ, მაგრამ თქვენს მეგობრებს ეს კურსი არ გაუვლიათ. თუმცა როგორც კი ვებგვერდს დავარეფრეშებთ, სერვერზე არსებული ინფორმაცია ისევ განახლდება და სკრინი სამწუხაროდ ვერაფერს გვიშველის. რადგან ინსპექტში შეცვლილი ინფორმაცია არის ერთჯერადი. დარეფრეშების დროს ბრაუზერი თავიდან ჩატვირთავს და თავიდან დაარენდერებს HTML, CSS და JavaScript-ის ფაილებს, რაც ინფორმაციასაც გაანახლებს. რასაც DevTool-ში ვცვლით, ეს ხდება ლოკალურად მხოლოდ ჩვენს კომპიუტერში და Enter-ზე დაკლიკება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს სხვაც დაინახავს. შემდეგ გაკვეთილებში ჩვენ ვიმუშავებთ HTML, CSS და JavaScript-ზე, შესაბამისად შენ შეძლებს შექმნა და დახვესტო შენი საკუთარი ვებგვერდი ინტერნეტში. სწავლის პროცესში ისწავლი, როგორ შექმნა და ააგო ვებგვერდები, გააკეთებ ისეთ ვებგვერდებს, რომელიც ეკრანზე გამოიტანს იმას, რაც შენ გსურს, გამოიყურება ისე, როგორც გინდა და აქვს ის ფუნქციონალი, რომელიც გჭირდება. ამ ყველაფერს და უფრო მეტს განვიხილავ შემდეგ გაკვეთილებში.